დღეს ჩვენ კინომოძრაობის სახელით მართავთ მარშს სახელწოდებით კინოტერორის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კინომოძრაობა ქართული კინოსაფრთხეშია, უკვე 2 წელზე მეტი არის ბოიკოტს უცხადებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, იმ ჩაგვრას და რეპრესიებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, კულტურის სამინისტროს და ჩვენ თუ ამბობთ ადრე, რომ კინო არის საფრთხეში, ქართული კინო არის საფრთხეში, დღეს ვამბობთ, რომ საქართველო არის საფრთხეში. ყველგან არის პოლიცია, არსად სამართალი, ყველგან სასამართლო არსად სამართალი. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პოლიტპატიმრების, სოლიდარობას უცხადებთ რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის ჩვენს თანამებრძოლს, მოძრაობის წევრს ანდრე ჭინაძეს, განსაკუთრებულ სოლიდარობას უცხადებთ ქალბატონ ზია ამაღლობელს და ვითხოვთ მედიის თავისუფლებას, საქართველოს თავისუფლებას. ვითხოვთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, მეორე რიგში ახალ არჩევნებს და რაც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კინოცენტრის დაბრუნება, რაც ძალიან დიდი ხანია უკვე არის ჩვენი პროტესტის მთავარი მოთხოვნა. დიდი ხანია დაისაკუთრა ოლიგარქიამ, ასევე კინოცენტრი და ხელოვნება, დაგვაძლო ცენზურები, შეგვიზღუდა ყველანაირი ფინანსებთან წვდობა და ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ ვუღვებთ. 2 წელია ცოტა მეტი, რაც დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია და აღარ დამთავრდა და შემდეგ ამას მოყვა ქვეყნის რეორგანიზაცია, კონსტიტუციის რეორგანიზაცია და დემოკრატიის სრული მოშლა. დაიწყო ინსტიტუციის მოშლით და დამთავრდა ქვეყნის სრული კონსტიტუციური ჩამოშლით. ჩვენ ვითხოვთ დღეს ქვეყნის რეკონსტრუქციას, ინსტიტუციონალურ რეკონსტრუქციას, რასაც მერე მიყვება ყველაფერი და გახდება დემოკრატიული ყველა ინსტიტუტი.